კოტე იოსელიანთან დაკავშირებული ინციდენტი, როგორც ჩანს, ამოწურულია. იცით თქვენ, რომ კოტე იოსელიანმა მეორედ 7 წლის თავზე მოიხადა ბოდიში, მან თქვა, რომ მუტა ივანიშვილზე რაც თქვა ამ 7 წლის წინ, ის იყო არასწორი, იხდის ბოდიშს, უბოდიშებს მუტა ივანიშვილს. და თქვა, რომ გარემოებათა გამო ვთქვი ის, როცა ვთქვიო, თუმცა უკვე შემდგომ გაიგო, რომ იმ ნათქვამიდან, ანუ 7 წლის წინა ნათქვამიდან 3 დღეში მან ბოდიში მოიხადა, ბოდიში მოუხდია და ახლა ვიღაც ტიპებმა თურმე ის გაიტაცეს, მანქანაში ჩასვეს, ჩააგდეს უკაცრავად კოტესთან პირველ ყოვლისა და თინასთანაც, წაიყვანეს მაღალი ალბათობით მოდულის შენობაში და ჩვენ არ გვაქვს საფუძველი რომ ეჭვი შევიტანოთ თინა ბოკუჩავას მისი მეუღლის განცხადების სისწორეში, იქ ფსიქოლოგიური და შესაძლოა ფიზიკური ზეწოლაც მოახდინეს კოტე იოსელიანზე და კიდევ ერთხელ ათქმევინეს, რომ იხდის კიდევ ერთხელ მოახდევინეს ბოდიში მუტა ივანიშვილისათვის. ეს ტიპები გამტაცებლები თუ მართლა მოდულის შენობაში იყო და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ არ გვაქვს არანაირი საფუძველი თინა ბოკუჩავას სიტყვებში ეჭვის შეტანისა, აზრში ეჭვის შეტანისა, არიან შესაბამისად ოფიციალური, ანუ პაგონიანი ასე ვიტყვი, მაგრამ ოფიციალური სტრუქტურების წარმომადგენლები, აბა რომელიმე ძველი ბიჭი ხომ არ გაიტაცებდა და თუნდაც ძველი ბიჭი იყოს და თუნდაც არ იყოს გატაცებული მუტა ივანიშვილის კი არა, რა ქვია, კოტე იოსელიანი მოდულის შენობაში და იყოს რომელიმე სახლში, შენობაში, კერძო სახლში, ბუნების წიაღში ან სხვაგან ფსიქოლოგიური ზეწოლას ვინც ახდენს ან ფიზიკურ ზეწოლას ბუნებრივია ის მოქმედებს და აქ უნდა აქ თქვენ ელით რომ მე ვიტყვი რომ ბიზინა ივანიშვილის დავალებით მეთქი, მაგრამ მე გეტყვით რომ ბიზინა ივანიშვილს ამგვარი დავალება გაგიკვირდებათ და არ გაუცია არც მის ოჯახს არ გაუცია ბერას სხვებს 8 წლის თავზე ამგვარ დავალებას არ იძლევიან ხელგუნზე შეიძლება მართლა რომელიმე მათგანმა ან ოჯახის ფართო ოჯახის წევრმა დაავალოს შინაგან საქმეთა მინისტრს ან არ ვიცი ვიღაცას და თქვას რომ მიდი დასაჯეთ, მაგრამ 8 წლის თავზე ამგვარ ბოდიშს არ ახდევინებენ ყველაზე უფრო ძველი ბიჭებიც კი ეს ტიპები ვინც გაიტაცა კოტე იოსელიანი არიან ტიპები რომლებსაც უნდათ რომ ბიზინა ივანიშვილს და მის ოჯახს აამონ და ჰგონიათ რომ გაიტაცებენ რა ბიზინა ივანიშვილის ოჯახისთვის შეურაცხყოფის მიმყენებელს და ეს საჯარო გახდება რა ეს ინფორმაცია, ამით ბიზინა ივანიშვილი იქნება კმაყოფილი. მე არ გამოვრიცხავ რომ ბიზინა ივანიშვილი ახლაც კმაყოფილია, მაგრამ იმის თქმას კი ვცდილობ რომ ბიზინა უშუალოდ არ დავიდოდა და არც მისი ოჯახის წევრები არ დავიდოდნენ ახლა 8 წლის თუ 7 წლის თავზე ამ ტიპებამდე, ამ ტიტუშკებამდე ფორმიან თუ უფორმო ფორმის გარეშე ტიტუშკებამდე და არ აკრებდა ბიზინა უშუალოდ ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი ახლა ტელეფონს 5 რაღაც 7 პირობითად და დასაჯეთ ახლა კოტე იოსელიანი, რომელსაც კვლავ ვიმეორებ თურმე 7 წლის წინაც მოუხდია ბოდიში მუტა ივანიშვილისთვის. თავისთავად ის ფაქტი რომ კოტემ ის თქვა მუტა ივანიშვილზე რაც თქვა, მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ რომ ეს არის შეცდომა და ეს არასწორია და თინა ბოკუჩავამაც საკუთარ განცხადებაში თქვა რომ წერტილდასმული საკითხია, ყველას პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება, მართლაც ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, ჩვენ უნდა გავიგოთ რომ არ შეიძლება კომპრომატად გამოყენებული იყოს რომელიმე ჩვენგანის ყველას გულისხმობ, აბსოლუტურად ყველა ბანაკს გულისხმობ, ყველა ბანაკში მოქცეულ ინდივიდებს გულისხმობ პირადი ცხოვრება. მე რა ვიცი ან რაში მაინტერესებს, რას აკეთებს, თუ ზალადობასთან არა გვაქვს ცხადია საქმე, რას აკეთებს ნებისმიერი ჩემი ოპონენტი არც დავასახელებ, არ მაინტერესებს, ხო? რას აკეთებს ის საკუთარ ოჯახში, მით უფრო რას აკეთებს, როგორია მისი სექსუალური ცხოვრება. არ მაინტერესებს და მოვუწოდებ უკლებლივ ყველას, რომ არც ჩვენ რას ვაკეთებთ, თუ მაინც და მაინც ზალადობასთან არ გვაქვს საქმე, ესეც არ იყოს მათი განსახილველი, მათი საქმე არ არის, ისევე როგორც ჩვენი საქმე არ არის. მათი ქმედებები. მაგრამ კოტემ მოიხადა ბოდიში და მეც და სხვებმაც გააკრიტიკეს კოტე იმის და გამო რომ მან მოიხადა ბოდიში, თუმცა თინა ბოკუჩავა კარგად განმარტავს თურმე რა მომხდარა, გაუტაცებიათ და დამუქრებიან კოტე იოსელიანს და უთქვამთ რომ შენი 10 წლის შვილი იმ სკოლაში დადის, ხოლო შენი ტყუპები ციეცლოვანები დადიან ამ და ამ საბავშვო ბაღში და დამუქრებიან მიანიშნეს თურმე რომ მათზეც განხორციელდება ზალადობას არ ვიტყვი ზეწოლა
დააშანტაჟეს, მოკლედ დაემუქრნენ, მოკლედ და ასე შემდეგ და ახლა მე ერთ უცნაურ რამეს ვიტყვი, რომელსაც ბევრი თქვენგანი გაიკვირვებს შესაძლოა, დიახ, ყველანი ჩვენ ვართ გულადები. რაც საკვირველია მაგრები და მაგრებზე მაგრები ნებისმიერი ბანაკიდან, მაგრამ როდესაც შვილებით გემუქრებიან, როდესაც გეუბნებიან, მიგანიშნებენ, ან პირდაპირ გემუქრებიან, რა გეუბნებიან, რომ სირა შვილებზე მოხდება ძალადობა, გაიტაცებენ ასე მაგალითად და ამის შედეგად აქტეხენ, ხო? ნებისმიერი პასუხისმგებლიანი და ყველაზე ძლიერიც, ყველაზე უდრეკი შობელიც კი, რომ გატყდეს ეს გასაკვირი სულაც არ არის და მე ამ თვალსაზრისით მე რასაკვირველია უკვე აღარ ვძრახავ კოტეს იმისა და გამო რომ მან ბოდიში მოიხადა, ხო, თორსა შიოსა გეშინია. აი პირდაპირ ვიტყვი, გეშინია და ეს შიში სულაც არ არის გასაკვირი, დასაძრახი, გასაკრიტიკებელი და ასე შემდეგ. კვლავ მიმეორებ, როცა ბავშვებს ეხება საქმე, თორე როცა შენ გეხება, ხო, როცა შენზე ძალადობას გიანონსებენ, ამ შემთხვევაში პირიქით უნდა რაღაცა უდრეკად გამოიყურებოდე, ან უდრეკი იყო, რა თქმა უნდა. თინა ბოკუჩავამ ეს გაგვიფხილა კი არა, გვითხრა ის მან გვიამბო, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში არ იყო კოტე სახლში ის როგორც მეუღლე ბუნებრივია მას უკავშირდებოდა მე უკვე ოსაკოტე დაბრუნდა და ეს ვიდეო ჩაწერა თუ ამასობაში თუ ასე შემდეგ გაირკვა ბოდიშს ვიხდი ბოდიში თინა ამასობაში ამბობს რომ არ მეშინიაო და ეს ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ ამაზე ან არ ვისაუბროთ ხო ხო და ეს რასაკვირველია მნიშვნელოვანი ამბავი. ამ განცხადებაში, თინა ბოკუჩავას განცხადებაში ერთი დეტალია ძალიან საინტერესო, რომელსაც მაყურებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი არ მიაქცევს, ხო მიაქცევდა ყურადღებას. გელაგელაძეს ახსენებს თინა ბოკუჩავა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გარდა იმისა, რომ ამბობს, რომ მას არ ეშინია, ეს გავიგეთ, მაგრამ ასევე ამბობს, რომ გელაგელაძეს მიუმართაო, მე როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვსწავლობდიო, თინა მართლაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ვსწავლობდა, ის ამ დროს იყო, თუ არ ვცდები ასე ამბობს, ვანო მერაბიშვილის ხელის ბიჭიო. მე კარგად არ მესმის და არ შეიძლება რომ არ აღვნიშნო. ეს არ მესმის რა საჭირო იყო ვანო მერაბიშვილზე აქცენტის გადატანა, ან ვანო მერაბიშვილის ხსენება. მე არ ვიცი მართლა ითხრათ ვანო მერაბიშვილი არის თუ არა ნაციონალურ მოძრაობაში, არის თუ არა ჭრდილში, არის თუ არა ნაციონალურ მოძრაობასთან, მე არაფერი არ ვიცი. არც ვიცავ ბუნებრივია ვანო მერაბიშვილს საერთოდ ბევრ რამეში ბრალეული მე ის მგონია, მაგრამ კარგად არ მესმის რამდენი დაჯგუფებაა ნაციონალურ მოძრაობაში როგორც ასეთში. და საერთოდ ვისზედებს ფსონს მიხეილ სააკაშვილი. მე როგორც ხვდები, ის ფსონს არც არავის ზედებს, თუმცა პერიოდულად ხანდახან ზურგს უმაგრებს თუ მხარს უმაგრებს ხოლმე რომელიმე დაჯგუფებას და ვარქმევერცოს ჯგუფს, რომელიც მასთან ურთიერთობას ბუნებრივია ცდილობს, იმიტომ რომ ის პარტიის დამფუძნებელია და ბევრს ეიმედება მიხეილ სააკაშვილისა, როცა ის გამოვა, ჰგონიათ რომ ის ჩაერთვება პოლიტიკურ მოძრაობაში და დაამარცხებს ამ მონსტრს მიზინა ივანიშვილს, ანუ მას ვისაც ჩვენ ვერა და ვერ ვამარცხებთ ზოგის წარმოდგენით და ასეც არის ახლა ბიზნევანიშვილი ხელისუფლებაში არის რა, თუნდაც არაფორმალურში ფაქტია რომ ვერ ვამარცხებთ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით და დღის მდგომარეობით, ამიტომ მიხეილ სააკაშვილი დიდი რესურსიაო ბევრი იტყვის, მაგრამ აი ვანო ბერაბიშვილისკენ კენჭების სროლა რა საჭირო იყო არ მესმის, არ ვიცავ ვანო ბერაბიშვილს და მართლაც ასე იყო მეორე თუ მეხუთე მხრივ გელაძე და არა მხოლოდ გელაძე სხვები და სხვები შინაგან საქმეთა სამინისტროში ვინც არის უკლებლივ ყველა თუ არა ბევრი მათგანი სწორედაც რომ ვანო მერაბიშვილის და არა მხოლოდ ვანო მერაბიშვილის ხელის ბიჭი იყო, ხელის ბიჭი კი არა, ანუ მსახურები იყვნენ იმ დროს და ისევე შეიცვლიან ტყავს როგორც შეიცვალეს ტყავი ახლა მომავალში ყოველ შემთხვევაში ეცდებიან უბედურებაც ის არის ჩემი აზრით რომ ნებისმიერი ხელისუფალი კოალიციური თუ არა კოალიციური რომ მოვა ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ერთგვარად შეიტენის, ან შეიზელს, ან ითანამშრომლებს, თუ გდებავთ ლიტერატურული არ კულტურული ვიქნები, ითანამშრომლებს ამგვარ პირებთან. ამგვარ ტიპებთან, რომლებიც აი ესე იცვლიან ტყავს ყოველ 10 წელიწადში ერთხელ თუ 15 წელიწადში ერთხელ ასე აღვხსნი. ეხლა ეს მნიშვნელოვანი ნაწილია კოტე იოსელიანთან დაკავშირებით ინციდენტი აკიგითხაით ამოწურულია მეთქი ამ კუთხით, მაგრამ სხვა რაკურსი გაჩნდა ამასობაში, რაკურსი კი ამგვარია. უყურეთ მე რა მინდა ვთქვა. ჩვენ გონიერი ადამიანები ვართ. გავბრაზდით კოტე იოსელიანზე მის ბოდიჩზე და აგე ახსნა ქონია მის ბოდიჩს ბავშვებით ემუქრებოდნენ თურმე. მაგრამ მაინც უნდა ითქვას, ეს არის მნიშვნელოვანი თუ ის რაც ახლა გაირკვა თინა ბოკუჩავას ბრიფინგის შემდეგ რომ თურმე ჩვენ ცხოვრობთ
კადიროვ შინაში. არა, ჩვენ ისედაც ვიცოდით, რომ კადიროვ შინაში ცხოვრობთ კოტე იოსელიანთან დაკავშირებული ინციდენტის გარეშე, მაგრამ ეს კიდევ ერთი ეპიზოდია, კიდევ ერთი მადასტურებელია იმისა, რომ აქ რაღაც ბანდებია, ოფიციალური ბანდები ხას უსვავ, რომლებიც ადამიანებს, მოქალაქეებს იტაცებენ და ემუქრებიან. იტაცებენ და ემუქრებიან, რომ შენ შვილს ექნება პრობლემები სკოლაში. შენი შვილები ბაღში რომ დადიან, ხო, ბოდიშ ვიხდი. შენი შვილები ბაღში რომ დადიან, მათ შეიძლება შეექმნათ პრობლემები. აი ამას ეუბნებიან თურმე ბავშვების მშობლებს ეს ოფიციალური პაგონებიანი ბანდიტები, ასე ვიტყვი. და ამ პაგონებიანი ბანდიტების უკან გელაძე არ არის მხოლოდ, ხარება არ არის მხოლოდ, ან რომელიმე ტიპი არ არის მხოლოდ ხელისუფლების ვერტიკალში მოქცეული, ამ პაგონებიანი ბანდიტების უკან არის ბიზინა ივანიშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მას არ დაუვალებია დარწმუნებული ვარ იმ კონკრეტული ბანდიტებისთვის კოტე იოსელიანზე ძალადობა ახლა 7-8 წლის თავზე. და ბოდიშის მოხდევინება, ცუდი სიტყვა, მაგრამ ბოდიშის მოხდევინება კოტე იოსელიანისათვის, მაიკო იოსელიანისათვის, მაინც და მაინც ახლა. ბოდიში მოიხადოს ახლა 7 წლის თავზეო, ბიზინა ივანიშვილი ასე არ გაგიჟდებოდა, მაგრამ მან შექმნა გარემო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როცა ვიპენდრივა ეცა, გამოხტებიან ხოლმე ტიპები, ოღონდაც კი შეეტენონ ბიზინა ივანიშვილს ან ვინმე სამსახელისუფლო ვერტიკალში და გაიტაცებენ ადამიანებს და ეუბნებიან, რომ შენი შვილი სწავლობს ამ და ამ ბაღში. და აქედან გამომდინარე შეიძლება გავიტაცო და როგორ არ მოიხდი ბოდიშს. მერე გაჩვენებ მე შენ სეირს და ბუნებრივია პასუხისგებლიანმა მამამ კიდევ ერთხელ ვიტყვი ამას და სულაც არ ვძრახავ, კვლავ ვიმეორებ კოტე იოსელიანს. ეს ბოდიში მოიხადა, იმიტომ რომ შეეშინდა და არ არის სამარცხვინო შიში, როდესაც შენ კადიროვთან ან ქართველ კადიროვებთან გაქვს საქმე და შენ გაქვს კადიროვებთან და ქართველ კადიროვთან საქმე. 90-იან წლებში გამსახურდია მიწინასწარმეტყველად ყველა თუ თქვა ამგვარი რამე, თუ მე წავალ და გამაგდებე, თუ წავალ და გადავდგები და მოკლედ დამთავრდება ჩემი ხელისუფლება, უბანს გადაეკიდებაო, ჯერ სადავართ მეგობრებო, ისეთ ვითარებას გარემოს ქმნის თევზის თავი. ბიზინა ივანიშვილი თევზის თავიდან არის აყროლებული ეს ქვეყანა, მეთქი და ასეც ვიტყვი და ყოველთვის ვიტყვი ამას. აი ესეთ გარემოს ქმნის ბიზინა ივანიშვილი, რომ უბანი უბანს არა, ჯგუფი ჯგუფს არა, ხელისუფლება მთელ ქართველ ხალხში შიგნით ადამიანი ჯგუფება რა, ყველანი ერთმანეთს დაუპირისპირდებით, ეს არის ბანდიტსკი თბილისი, ეს არის ბანდიტსკი საქართველო, როგორიც არის თავად ბიზინა ივანიშვილი, ისეც ქმნის მინი მოდელებს, მეთქი ასე ვიტყვი, ოღონდ თვითონ თითქოს დაბანილია, ხო? თითქოსთავად ადამიანი საიდანაც აყროლდა ეს ქვეყანა, მისი თავიდან აყროლდა, მისგან აყროლდა ეს ქვეყანა, დაბანილია, ხელდაბანილია და ამბობს, რომ იცით, მე არაფერ შუაში ვარ, მე მიუშვი და თვითრეგულაციაზე იყო რა ეს ყველაფერი, აგე ეს ყველაფერი, ანუ სამართალდამცავი სტრუქტურებიც კი აღარ არსებობს და როდის არ ვიცი, არც ვიცი როდის, მაგრამ ოდესმე როცა ჩვენ ამ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას მოვიშორებთ რამენაირი გზით, ჩვენ პირველ ყოვლისა, ერთ-ერთი სასამართლო რასაკვირველია, მაგრამ პირველ ყოვლისა შინაგან საქმეთა სამინისტროში უნდა ჩავატაროთ გაცილებით უფრო მკვეთრი, მკაცრად ვიტყვი, მაგრამ მკვეთრი რეფორმა ვიდრე ჩაატარა სააკაშვილმა 2003-დან 5 წლამდე, როცა მთლიანად გადაცხვაფერდა შსს, პოლიცია მათ შორის, შეიქმნა პოლიცია მათ შორის და ასე შემდეგ, მაგრამ ნახეთ როგორ მოსრა მოავერანა ბიზინა ივანიშვილმა ის რეფორმირებული სტრუქტურებიც კი, რომლებზეც ახლა ჩვენ ვამბობთ სულ უფრო ხშირად, ესენი არიან ძაღლები და არა პოლიციელები. მე ვუბოდიშებ კონკრეტულ პირებს, სხვათა შორის აქ არ ვლაპარაკობ ინდივიდებზე, ამ პოლიციაში ძალიან ბევრი პატივსაცემი ადამიანი არის ალბათ, რომელსაც მიზეზთა გამო, სოციალური მიზეზების გამო და ბევრი მიზეზის გამო ისინი რჩებიან სტრუქტურაში, მაგრამ აქ ვლაპარაკობ სტრუქტურაზე, როგორც ერთიან ორგანიზმზე და აპატიეთ. კარგო ადამიანებო, კარგო პოლიციელებო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებო, კრიმინალურ პოლიციაში იქნებიან, ან მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროში იქნებიან ბუნებრივია წესიერი ადამიანები და კარგები და პროფესიონალები, მაგრამ სტრუქტურა უკვე ძაღლობად იქცა, მეთქი ამას ვამბობ, ამის თქმას ვცდილობ და აი დასტურიც ეს არის, რაც გააკეთა, თურმე რაც გააკეთა, ერთ-ერთი მადასტურებელია კოტე იოსელიანთან იმართებაში, მაღალი ალბათობით სწორედ შსს და შსს რომც არ გაეკეთებინა ეს და გაეკეთებინათ ქუჩის ტიტუშკებს, შსს პრევენციულად ვერ
ვერ აღმოფხვრისა, ვერ ებრძვის რა ამას მიშვებულია რა ამგვარი ტიტუშკების და შეზრდილია ეს ტიტუშკები სახელმწიფო ვერტიკალთან და პარტიის ცენტრალურ ოფისთან და ასე შემდეგ, ხო უძლურია და ამიტომაც დამატებით კიდევ ეს არის თუ გებავთ ესე ვიტყვი უუნარო ძაღლობა მეთქი მე ვუბოდიშებ კვლავ ვიმეორებ კარგ და წესიერ პოლიციელებს თითოეულმა თქვენგანმა განსაზღვრეთ ჩაიხედეთ გულში და მიხვდებით რომ ვინც პატიოსანი ხარ თქვენ გულისხმობთ ხოლო ვინც პატიოსანი არ არის მათზე კი ვამბობ ამ წარე და ძიმე სიტყვებს ამოწურულია თინა ვაკუჩავასთან და კოტეიოსიანთან დაკავშირებული ინციდენტი კვლავ ვიმეორებ ჩვენ ქმნით კი არა ის ქმნის ბიზინა ბანდიტი ქმნის აქ თლიან ბანდიტსკი საქართველოს აი ესე შეგნებულად ესე ვამბობს ბანდიტსკი საქართველოს ქმნის იმიტომ რომ ბანდიტსკი თუ იქნება ეს აი ბანდიტური თუ იქნება ეს ქვეყანა ის ბუნებრივია აღარ იქნება საინტერესო დასავლური ან ცივილიზებული ან დემოკრატიული სივრცისათვის და დემოკრატიული სივრცე თავად ჩაიქნებს ხელს ჩვენზე და იტყვის რომ რა საჭიროა ამ ქვეყნის ევროინტეგრაცია იმსახურებს კი ეს ქვეყანა ევროინტეგრაციასო და ბოდის ვიხდი აქვე ერთი პასაჟი უბრალოდ ჩავხედავ ჩემი ერთი მეგობრის სტატუსს რომ მე არ შემეშალოს ხო ბანდიტსკი რომ არის ეს ქვეყანა მარტო ბანდიტიზმზე რო არის გადასული ოფიციალურ პაგონებიან ბანდიტიზმზე ლაპარაკობ ეს ცხადია მაგრამ პარალელურად ბიზინა ივანიშვილი აკეთებს სრულ დეინსტიტუციონალიზაციას დესუვერენიზაციას ამ ქვეყნისა და იმაზე რასაც ეფუძნება ან უნდა დაფუძნებული იყო და ეფუძნოს ჩვენი მომავალი მათ შორის სწავლა-განათლებაზე და ასე შემდეგ განათლების სისტემას როგორ შეუტევს უახლოეს ხანებში ვნახავთ მაგრამ ახლა რასაც უტევს იმას ჩამოგით ერთი პოსტის მიხედვით ყოველ შემთხვევაში უქმდება საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური და კვლევითი ცენტრი ლევან მიქელაძის სახელობის ცენტრი მე მიმართავ დავით ზალკალიანს ყოველ დაბადების დღეზე ლევან მიქელაძისა რომ გამოფენთ ხოლმე ბატონ დავით და დათო თუ გნებავთ ასე მოგმართავ გამოფენთ ხოლმე ლევან მიქელაძის პორტრეტებს და ამბობთ რომ აი თქვენი მასწავლებელი იყო სწორედაც რომ ლევან მიქელაძე და იყო თქვენი უფროსი მეგობარი იყო თავისუფალი დემოკრატები რომ ფუძნდებოდა მაშინ ლევან მიქელაძეს უზარმაზარი წვლილი აქვს იმ დაფუძნებაში მიღებული და ასე შემდეგ ან მისი ყოველი გარდაცვალების დღეს რომ სწორედ ლევან მიქელაძის ფოტოს გამოფენთ ხოლმე მე მინდა გკითხოთ ეს არის თქვენი ერთგულება ლევან მიქელაძის მიმართ ეს არის ერთგულების მადასტურებელი თუ იქნება დასჯობდეს რომ ლევან მიქელაძის სახელობის ცენტრი საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიური და კვლევითი ცენტრი რომ უქმდება ამასთან დაკავშირებით ერთი კინკილა სტატუსი დაწეროთ თქვენ ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში ლევან მიქელაძის უმცროსმა მეგობარმა და მოწაფემ მეთქი ასე გითხავთ და ასე გეტყვით რატომ არ წერთ იმიტომ რომ ლევან მიქელაძეც კი არ ვიტყვი შეგნებულად რომ ლევან მიქელაძეს კი მეორე ხარისხოვანია თქვენთვის რა უფლება მაქვს თქვენი ემოცია გაქვთ შენი ემოცია გაქვს მაგრამ ერთი პოსტი არ გაუქმოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური და კვლევითი ცენტრი ეს პოსტი რაღა გახდა როცა ამით უფრო აღარ ახართ ოფიციალურ თანამდებობაზე და შესაბამისად და რამდენადაც ვიცი ქართულ ოცნებას კულუარებში აკრიტიკებთ კიდეც ეს რა დღეში ჩააგდო ქართულმა ოცნებამ ქვეყანაო უქმდება განათლების სამინისტროში ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველო ესეც უმნიშვნელოვანესი ამბავია უბრალოდ ამასთან დაკავშირებით უფრო განათლების სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ და მათ აღნიშნონ თუ მათ ისაუბრონ თემაზე რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს სამმართველო რას აკეთებდა და საერთოდ ამგვარი სამსახურები მაგრამ ეს დადასტურება კიდევ ერთხელ რომ დეინსტიტუციონალიზაციას ახდენს ეს თევზი არა ზოდიაქოს მიხედვით არამედ თავაყაროლებული თევზი ბიზინა ივანიშვილი უქმდება ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი მე ადრესს მithქვამს და ახლაც ვიტყვი რომ მე ამ ცენტრთან წლების განმავლობაში და წლების წინ მითანამშრომლია ესე სოფელ დავდიოდით და ჩემზე მაგრადაც უთანამშრომლია წხვებს და დავდიოდით სოფელ და ვკითხულობდით ლექციებს ფოტოებიც არსებობს მადასტურებელი და ასე შემდეგ მცირე ჰონორარზე სხვადასხვა და გარკვეულ შემთხვევებში ჰონორარის გარეშეც კი ვისი ხელმძღვანელობის პირობებში არა მათ შორის ამ ხელისუფლების დროს ამ მაგალითად ალექსი პეტრიაშვილი იყო მინისტრი სახელმწიფო მინისტრი ეს ცენტრი გაძლიერდა დამატებით გაძლიერდა და ვინ არ იყო ბევრი ჩემი მეგობარი იყო
ამ ცენტრის ხელმძღვანელი ელენე თამუნა რუსუდანის სხვები ხო ადრეულ წლებში ბიშას წლებში კიდე სხვები და ასე შემდეგ ეხლა უყურეთ რა ეს ცენტრი რას აკეთებს რომ სოფელ დავდიოდით ჩვენ ქალაქ დავდიოდით და ლექციებს ვკითხულობდით გარდა იმისა რომ ბროშურებს ბეჭდავდა და თავის საინფორმაციო კამპანიებს აწარმოებდა ნატოს და ევროკავშირის თაობაზე და რატო აკეთებს იცით იმიტომ რომ მოსახლეობამდე მოქალაქეებამდე არ მივიდეს ინფორმაცია იმის თაობაზე რა არის რეალურად ნატოს რეალურად საქართველოსთვის ნატო და ევროკავშირი რამდენად მნიშვნელოვანია ამიტომ აუქმებს კობახიძე თევზის კისერი ბიზინა ივანიშვილის თევზის კისერი ამ ცენტრს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ეს კიდევ ერთი მადასტურებელი რომ დეინსტიტუციონალიზაცია ხდება მე გადავედი კოტე იოსელიანის თემიდან ნახეთ რა თემებზე და ამასობაში კიდევ ერთი ამბავი უქმდება საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი მე მინდა ვკითხო გონგო არის სამთავრობო ორგანიზაციებს რომლებსაც სხვადასხვა ვიცნობ და მათ იციან რომ ვიცნობ ხო და დიპლომატებს თუ ყოფილ დიპლომატებს რატო არ იღებთ ხმას რატომ არ იღებთ ხმას და არ ამბობთ ერთი კინკილა და თვალგალიანს არ გულისხმობ ახლა სხვებს გულისხმობ ერთი კინკილა პოსტითაც კი რა უბედურებაა ეს იცით რატომ იმიტომ რომ გეშინიათ რომ ბიზინა ივანიშვილის მიერ ხელუყუღმა არტყმული ხელი თქვენს მოგხვდებათ და მე მესმის ამ თვალსაზრისით თქვენი მესმის მე კი აგიგითხარით მაგრამ თუ 1 2 7 17 217 ან 497 მაგალითი არ გვექნება თავდადებისა და ხმა ამაღლებისა ბიზინა ივანიშვილი იქნება კიდევ 2 და 5 კი არა 17 და 25 წელიწადი კოტე იოსელიანთან დაკავშირებით მოგახსენეთ ჩემი აზრები ეს არის ბანდიტური საქართველოს შექმნის მცდელობა ბიზინა ივანიშვილის მიერ ის მთავარი ბანდიტია ამ ქვეყანაში და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ამ ბანდიტს როგორც პერსონას გამოვტაცოთ ჩვენი ქვეყანა ნახვამდის